ეს არის თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე ვარ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. დღეს გთავაზობთ იგავს ზრდასრულთათვის, რომელსაც ქვია დახმარების თხოვნა. ერთი ახალგაზრდა კაცი იჯდა ახალ-თახალ მანქანა იაგუარში. მშვენიერ გუნებაზე იყო და რაღაც მელოდიას ღიღინებდა. უცებ გზისპირას ჩამომსხდარი ბავშვები დაინახა. მას შემდეგ, რაც ფრთხილად აუარა მათ გვერდი, ისევ გადაწყვიტა სიჩქარის მომატება, მაგრამ მოულოდნელად გაიგონა, როგორ მოხვდა მის მანქანას ქვა. ახალგაზრდა კაცმა გააჩერა მანქანა, გადმოვიდა, ერთ-ერთ პატარა ბიჭს ქეჩოში სწდა და უყვირა. საძაგელო, რა გინდოდა ჩემს მანქანას ქვა, რატომ ესროლე? იცი რა ღირს ეს მანქანა? მაპატიეთ ბატონო, უპასუხა ბიჭმა. არ მინდოდა თქვენი მანქანისთვის რამე დამეშავებინა. საქმე ის არის, რომ ჩემი ძმა ინვალიდია. ეტლიდან გადმომივარდა. მძიმეა და მე მისი აწევა არ შემიძლია. უკვე რამდენიმე საათია შველას ვითხოვთ, მაგრამ არავინ გაგვიჩერა. ახალგაზრდა კაცი ბიჭს დაეხმარა ძმა ეტლში რომ ჩაესვა. თან ცრემლებს ძლივს იკავებდა. ყელში გაჩხერილი ბურთი ახრჩობდა. ბოლოს თავის მანქანისკენ გასწია და დაინახა ახალ-თახალი მანქანის ქვით ჩაჭეჭყილი კარი. მრავალი წელი იარა ახალგაზრდა კაცმა ამ მანქანით და ყოველთვის უარს ეუბნებოდა მექანიკოსებს, რომლებიც ჩაჭეჭყილი კარის შეკეთებას სთავაზობდნენ, რადგან ქვის ნაკვალევი მას ყოველთვის ახსენებდა, რომ თუკი ადამიანის ჩურჩულს ყურადღებას არ მიაქცევ, ქვა არ აქცდება. აი ესეთი იყო დღევანდელი იგავი, რომელიც მართლაც დასაფიქრებელია. როგორი ყურადღებით უნდა ვიცხოვროთ ჩვენი მოყვასის მიმართ, როგორ გული უნდა გქონდეს რბილი, არ უნდა გაგვიცივდეს გული და ყოველთვის დავინახოთ სხვისი გასაჭირი, როგორ უჭირს სხვა ადამიანს, რითი შეიძლება დახმარება, მსახურება და როგორი ბედნიერი ადამიანი, როცა რაღაც სიკეთეს ტოვებს ამ ქვეყანაზე. მოგწერეთ, აუცილებლად დაგვიკომენტარეთ თქვენი აზრი და თუ მოგეწონათ იგავი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და გააზიარეთ.